პოლიტიკის ადგილს ხედავთ თუ არა მოცემულობაში? პოლიტიკური პროცესი არის ლაპარაკი. აი ხვდებით, აი შეიძლება რაღაცა გამიგიეკეთ ამორჩევლისგან, რომ გეყოთ ლაპარაკი საქმის მიხედვით. ხო და მარტო თქვენი და კობახიძის ლაპარაკით იქნება თქო პოლიტიკური პროცესი. აი გვარამია და კობახიძის ლაპარაკით ხომ არ სჭირდება ამას არ. აი მე და გვარამიამ რო ვიდებატოთ არ შეიძლება რომ მიპასუხო საიდან არის. იდებატეთ. როგორ შეიძლება ეს იყო თვითონ ამბობს როცა ადამიანი ამბობს რომ პოლიტიკური პროცესი მკვდარი არის, თვითონ რატომ გაურბიან ამ პოლიტიკურ პროცესს? პოლიტიკური პროცესი ხო მარტო ხელისუფლების მიმართ არის. ანუ ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია, ეს ხო პოლიტიკური პროცესია. საერთოდ რა პარტიები იარსებებენ და ვინ არის პოლიტიკოსი, ეს ხო პოლიტიკური პროცესია. და ამიტომ როგორ შეიძლება პოლიტიკური პროცესი იყოს მარტო იქ სადაც კობახიძეა, უბრალოდ ეს თავარი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ისინი ხელისუფლებაში არიან, მაგრამ დანარჩენია თვითონ თავისას პოლიტიკოსებად არ მიიჩნევენ. ხო და ამიტომ მე მაგალითად შიგნით რა დებატები რო აქვს ხო უცნაური ამ ალიანსში, ისეთ ხალხი შეიკრება, რომ დღე და ღამე ერთმანეთს ლანძღავენ და როგორ რასაკეთებენ არ ვიცი. ხა დღე და ღამე თუ ლანძღავენ, ერთი ინციდენტი იყო ამ ხელმოწერის შემდეგ სოციალურ ქსელში, რაც საჯარო გახდა. ისეთ ხალხია რომ აი უბრალოდ შეიძლება ფსონები დადო. არა, დავდოთ კი ბატონო. არ უნდა დიდი ფსონები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არა, ეს იმიტომ ხდება, რომ საჯარო დისკუსია არ იყო. ანუ კულუარად იმიტომ ჩხუბობენ, რომ საჯაროდ პრობლემა არ არის მოგვარებული. და ამიტომ არავინ არ იცის ვინ არის ტყვენი და ვინ არის მართალი. ანუ ხო ამორჩეულმა გადაწყვიტოს ბოლოს და ბოლოს. ხო და აი სამდე ეს დისკუსია არ დაიწყება. პოლიტიკის ადგილი დაიწყება პოლიტიკურ პროცესში. არის კი, არის სანამ პოლიტიკოსები არსებობენ. სანამ პოლიტიკოსი არსებობს და ლაპარაკობს, არის პოლიტიკური პროცესი. თუნდაც ზოგი ციხეში, ზოგი გარეთ, ზოგი მომავალი პარტიების სუდი პროცესი შეიძლება იყოს, არასაკმარისი შეიძლება იყოს, არაეფექტიანი, ასეთი ისეთი, მაგრამ იქნება. ანუ თუ პოლიტიკოსები გაურბიან დისკუსიას, არ იქნება. ამიტომ არ შეიძლება დააბრალო ყველაფერი ქართულოსნებას. რაც როგორც იმას ეუთოს ადამიანმა თქვა, რაღაც უდიდეს პასუხისმგებლობა მაგათ ექნება ყველა ვარიანტში, მაგრამ შენი ხარ შეასრულე. შენ დაიკავე სწორი პოზიცია, შენ გააგრძელე პოლიტიკური პროცესი და მე ნახე, მე მორალური უპირატესობა მაინც ექნება, რომ სხვას რაღაც მოსთხოვო. ამიტომ ძალიან მარტივი ამბავია, მე მგონი რაც არ უნდა იყოს, აი რაც არ უნდა იყოს გამოსავალი, ხო, აი შეიძლება პრობლემა რთულია, მიშვებულია და შემდეგ, უნდა დაიწყოს დისკუსია ოპოზიციაში. სხვა გზა არ არსებობს, არავის პოლიტიკა ეს არის. მეტი არაფერი არ მოუგონია კაცობრიობას ამ შემთხვევაში და აი სანამ ასე მარტივ ჭეშმარიტებებს უარსებობენ, სხვა ოპოზიციური ჯგუფები ცივლიან რუსთავზე და იმედზე დებატებში, ფიქრობთ რომ პოლიტიკა გაცხოველდება ქვეყანაში. ყველა ვარიანტში რომ თქვენ სტუდიაში დებატები, თქვენ ვიცით რომ თქვენ სტუდიაში რთულია მოაწყო დებატებში და ოპოზიციური ვიღაცასთან არ დაждდება, ვიღაცას რაღაცა მიჭირს. კი, ოპოზიციურ მედიასაც უჭირს ოპოზიციური დებატები მოაწყოს. ხო და ეს მაინც დაიწყონ. ანუ რაღაც ალიანსია, ლელოა, ჩვენ ვართ, გახარიები რაღაც მოაწყო დისკუსიები, ვინ უშლის ხელს, რა აქვს დასამალი. გავარჩიოთ საკითხები, პრობლემები, ვიპოვოთ გზა. უპასუხოთ მათ შორის ამ კითხვას, კობახიძესთან ვიდებატოთ თუ არა.